ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი წარმოგიდგენთ. საქართველოს ისტორიის გაკვეთილები. საქართველოს მეფე გიორგი მეხუთე ბრწყინვალე. ნაწილი მეორე. მესხეთი, სადაც უფლისწული გიორგი იზრდებოდა, იმდროინდელი საქართველოსთვის ერთგვარ კულტურულ და პოლიტიკურ ოაზისს წარმოადგენდა. ბექა ჯაყელის კარი იყო ადგილი, სადაც სამხედრო გამოცდილება და სახელმწიფოებრივი აზროვნება ერთად ყალიბდებოდა. აქ გიორგი ეუფლებოდა საღვთოს ჯულს, ფილოსოფიასა და იმ პრაქტიკულ უნარებს, რაც სახელმწიფო მოღვაწეს სჭირდებოდა. სამცხეში ყოფნა მას საშუალება მისცა დაენახა ქვეყნის ტრაგედია და გაეანალიზებინა წინამორბედთა შეცდომები. პაპის მითითებით, გიორგი სწავლობდა დიპლომატიის ურთულეს ხელოვნებას, როგორ უნდა ელაპარაკა დამპყრობელთან ისე, რომ საკუთარი ღირსებაც შეენარჩუნებინა და ქვეყნის ინტერესებიც. სანამ გიორგი მესხეთში იზრდებოდა, აღმოსავლეთ საქართველოში მდგომარეობა სულ უფრო რთულდებოდა. დემეტრე მეორე თავდადებულის სიკვდილის შემდეგ მონღოლებმა ტახტზე დავით ნარინის ძე ვახტანგ მეორე აიყვანეს. ეს იყო მცდელობა, რომ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო ერთი მეფის ქვეშ მოექციათ, თუმცა მონღოლთა კონტროლის ქვეშ. ვახტანგის მმართველობა ხანმოკლე აღმოჩნდა. იგი 1292 წელს გარდაიცვალა. ამის შემდეგ აღმოსავლეთ საქართველოს ტახტი დემეტრე მეორის უფროსმა ვაჟმა დავით მერვემ დაიკავა. სწორედ მის დროს განახლდა დაპირისპირება მონღოლთა ბატონობის წინააღმდეგ. დავითმა უარი თქვა მორჩილებაზე და 1297 წელს სათავეში ჩაუდგა მძლავრ ანტიმონღოლურ აჯანყებას. ამბოხს დიდი მასშტაბი ჰქონდა და დიდხანს გაგრძელდა. დავითის ნაბიჯი გაბედული იყო, მაგრამ შედეგიც მძიმე მოჰყვა. მონღოლებმა ქართველთა მიწები ააოხრეს. ქვეყანა კვლავ ნგრევისა და დარბევის წინაშე დააყენეს, ხოლო მეფე იძულებული გახდა მთიულეთს შეხიზნოდა და იქიდან გაეგრძელებინა ბრძოლა. დავითის წინააღმდეგ მონღოლებმა ძველი და კარგად ნაცადი გზა აირჩიეს. მას ბაგრატიონთა სხვა წარმომადგენლები დაუპირისპირეს. პირველად მეფედ დავითის ძმა ვახტანგ მესამე დანიშნეს. მაგრამ ვახტანგს ხშირად უწევდა მონღოლთა ლაშქრობებში მონაწილეობა ახლო აღმოსავლეთში და საქართველოს საქმეებისთვის საკმარის დროს ვეღარ პოულობდა. სწორედ ამიტომ მონღოლებმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს და ასპარეზზე ახალგაზრდა უფლისწული გამოიყვანეს. 1299 წელს ყაზანყაენმა მესხეთიდან 12-13 წლის უფლისწული გიორგი მოიხმო და თბილისში მეფედ გამოაცხადა. თუმცა ეს მეფობა მხოლოდ ფორმალური იყო. გიორგის არ ჰყავდა საკუთარი ძლიერი ჯარი, არ ჰქონდა მტკიცე საყრდენი და მისი ხელისუფლება რეალურად მხოლოდ თბილისის ფარგლებს აღწევდა. ამიტომაც მას მოგვიანებით თბილისის მეფე უწოდეს. ასე აღმოჩნდა აღმოსავლეთ საქართველო ერთდროულად სამი მეფის ხელში. დავით მერვე, რომელიც მონღოლებს მთიულეთიდან ებრძოდა, შორეულ ლაშქრობებში მონაწილე ვახტანგ მესამე და თბილისში მყოფი ყმაწვილი გიორგი მეხუთე. ამ მრავალმეფიანობამ ქვეყანა კიდევ უფრო დააბნია. გიორგის პირველი მმართველობა ხანმოკლე აღმოჩნდა და რამდენიმე წელიწადში დასრულდა. ეს იყო საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ბნელი პერიოდი. 1308 წელს საქართველოს საზღვრებს გარეთ ვახტანგ მესამე გარდაიცვალა. მას მემკვიდრე არ დარჩენია, ამიტომ მონღოლებმა გამოსავალი ისევ ბაგრატიონთა შორის მოძებნეს. მეფედ მთიულეთში მყოფი დავით მერვის მცირეწლოვანი ვაჟი გიორგი მეექვსე გამოაცხადა.
მას საისტორიო წყაროებში ცირეს სახელწოდებით ვიცნობთ, რადგან ძალიან პატარა იყო, როცა ტახტის დაკავება მოუხდა. სწორედ აქ იკვეთება ჩვენი მთავარი გმირის ახალი როლი. უკვე 20-21 წლის გიორგის თავისი ძმის წულის მეურვედ და ქვეყნის ფაქტობრივ მმართველად ნიშნავენ. გიორგის რეგენტობის პერიოდში მას ეკონომიკურად დაცემული და პოლიტიკურად დაშლილი ქვეყანა ერგო. 20 წლის განმავლობაში სამეფო ტახტის ხშირმა ცვალებადობამ სახელმწიფო იქამდე დაასუსტა, რომ მეფის ხელისუფლება თითქმის უფუნქციო გახდა. ამ მძიმე ვითარებას შიდა ქართლში ოსების შემოსევებით დაემატა. მათი სარგებლეს არეულობით დაიკავეს გორი და მიმდებარე სოფლები, საიდანაც მეკობრულ თავდასხმებს მთელ მხარეზე ახორციელებდნენ. ვითარებას კიდევ უფრო ართულებდნენ ურჩი ფეოდალები. სამეფო კარზე მრავლად იყვნენ მონღოლთა მომხრე დიდებულები, რომლებიც პირდაპირ საყაენოსთან თანამშრომლობდნენ და საკუთარ მამულებს დამოუკიდებელ ერთეულებად აქცევდნენ. სახელმწიფო სალარო ცარიელი იყო, ვაჭრობა კი შეწყვეტილი. გიორგი ხედავდა, რომ საქართველო უფსკრულის პირას იდგა. მიუხედავად ამისა, ეს წლები მისთვის საუკეთესო სკოლა გამოდგა. იგი სწავლობდა მტრის ფსიქოლოგიას და დიდებულთა მოხიბლის ხელოვნებას. გიორგიმ ამ დროსვე დაისახა მიზნად, რომ მისი მმართველობა არ უნდა ყოფილიყო მხოლოდ გადარჩენის პოლიტიკა. მას სურდა ძლიერი, ცენტრალიზებული სახელმწიფო. თუმცა ისიც კარგად იცოდა, რომ სანამ მონღოლთა იმპერია ჯერ კიდევ ძლიერი იყო, ნებისმიერი ნაჩქარევი ნაბიჯი განწირული იქნებოდა. ეს გზა მოითხოვდა არა მხოლოდ სამხედრო ძალას, არამედ დიდ მოთმინებასა და პოლიტიკურ სიბრძნეს. მეორე ნაწილის დასასრული. ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი, დოკუმენტური ფილმების სტუდია. გადაცემაზე მუშაობდნენ დამდგმელი რეჟისორი, პროდიუსერი, იდეის ავტორი მალხაზ გულაშვილი, სცენარის ავტორი, მონტაჟის რეჟისორი, ხმის რეჟისორი მირზა ცხოიძე. გახმოვანება ლაშა მურჯიგნე.